რა პირობებში მოუწევთ ცხოვრება დევნილებს, რამდენად მოქნილი იქნება ის კანონი, რომელიც ჯერ განხილვის პროცესშია. იქნებიან თუ არა დევნილები თანაბარ პირობებში და როგორია საერთაშორისო ექსპერტების პოზიცია კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გვანცა პაპავაძე პირველია, რომელმაც უკვე გაიგო თუ რა ცვლილებები შედის კანონ პროექტში და ახლა თავად ისაუბრებს, გვანცა გისმენთ. კანონი დევნილთა შესახებ იცვლება. დევნილთა მინისტრის ინიციატივის მიზანია შეიქმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც დევნილთა უფლებები მთელი იძულებით გადაადგილების პერიოდში იქნება დაცული. რა იცვლება კანონში? კერძოდ ამოღებული იქნება ტერმინი კომპაქტურად დასახლებისა და კერძოდ დასახლების ობიექტები. აღნიშნული ტერმინის ამოღებით ყველა დევნილი თანაბარ პირობებში მოექცევა. ანუ თუ დღეს მოქმედი კანონით კომპაქტურად დასახლებულ ობიექტში მცხოვრები დევნილი დახმარების სახით 22 ლარს იღებს, ზედამატებულ 13 ლარიან კომუნალური ხარჯების დასაფარ თანხას, ახლა ეს თანხა გათანაბრდება და ყველა დევნილი 35 ლარიან დახმარებას მიიღებს. ასევე მშობლის მიერ არასრულწლოვნისათვის დევნილის სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში სრულწლოვნების მიღწევისას ადამიანს უფლება ექნება, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დევნილის სტატუსი მიენიჭოს. ასევე პირს შეიძლება ცვლილებების შეტანის შემდეგ დევნილის დახმარებასთან ერთად მიიღოს სოციალურად დაუცველის დახმარებაც, ეს იმ შემთხვევაში თუ კი ამის სამართლებრივი საფუძველი იქნება. არაერთგვაროვანი მიდგომა სხვადასხვა დევნილების მიმართ უქმდება იმის საფუძველზე, რომ უქმდება კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სტატუსი და კერძო ჩასახლების ობიექტის სტატუსი. შესაბამისად, კომუნალური გადასახადების საკითხი გადაიხედება სხვა მხრივ და გათანაბრდება მათი მდგომარეობა. კომუნალური თანხები დაემატება დევნილის შემწეობას, ასევე დაემატება გარკვეული თანხა, მთლიანობაში გაიზრდება დევნილთა შემწეობის თანხა, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ შემოტანილია ოჯახის ცნება, რაც უზრუნველყოფს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და დაიცავს ოჯახს ხელოვნური გაყოფისაგან ან ხელოვნური გაერთიანებისაგან, რისი შემთხვევებიც ჰქონდა სამწუხაროდ. დღეს კანონში შესატანი ცვლილებები კიდევ ერთხელ განიხილეს პროცესში მონაწილეობა მინისტრთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ჟენევიდან გაეროს ექსპერტით. საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ კანონში შესატანი ცვლილებები დროული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია. დანიის ლტოლვილთა საბჭო საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრობლემურ საკითხებზე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილებთან ერთად მუშაობთ. სურს მათ მიაღწიონ პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას. სწორედ ამ თვალსაზრისით მუშაობთ სამინისტროსთან და ვფიქრობთ, რომ დევნილთა შესახებ კანონის რევიზია, განახლება და გადახვედა დროულია და ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონის შემუშავების დროს ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო ჩართული. ეს იყო გამჭვირვალე პროცესი და მსოფლიოსთვის ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კანონის ერთობლივი შემუშავების პროცესი. მეცხრე არხი დღეს დევნილთა ერთ-ერთ დასახლებასაც ესტუმრა, რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით. ნახეთ რეპორტაჟი მეცხრე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე. დიდი მადლობა, თავად მინისტრი კი ცოტა ხანში უპასუხებს.